მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. ტექსტი ცოტა დამავიწყდა, მაგრამ აკვები შენ. გადაცემა დარცი ყველა კვირას აჭარის ტელევიზიის ეთერში 18:20. ხო. მიხარია რომ გადაცემა დარც და ჩემს თანაწამყვანს ნია გოგიტი და შემოუერთდი უკვე. კი, დაგვიბრუნდი. დაგვიყურეთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. გადაცემა დარცი არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. და ბარემ მე ვიტყვი ვინ არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ასევე ეს გადაცემა არის განსაკუთრებული, რადგან შემოგვიერთდა და დაგვიბრუნდა ისევ ათში, როგორც იქნა მოგვენატრე ათში ყველას. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ჩემი თანაწამყვანი ათში ჯაიანი. გილოცავ-ათში. მადლობა ნია მოწვევისთვის. გეღირსა ჩემს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. წავედით, ეხა ვისაუბროთ. კარგი. პირველ რიგში გილოცავ. მოგილოცავ უკვე ესე პირადად, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგილოცო ჩვენი გადაცემის დახმარებით. მინდა რომ ყოველთვის ასეთი კარგი სიახლეები გქონდეს და ასეთი წარმატებები მოგველოცოს ყველას და უღრმესი მადლობა ყველას. კი. განსაკუთრებით შენ ამ შემთხვევაში. ვამაყობთ მთელი ბათუმიათში შენით და აი არ გვინდა. კაი. პირველი სეზონი მოიგო და ისტორია დაწერა ათში ჯაიანი. უკვე შევხვდი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს და ასევე ამ გუნდის წევრს ათშის. გამარჯობა ათში. გამარჯობა ნია. ძალიან დიდი მადლობა რომ როგორც იქნა დაგვითმე დრო და დაგვიბრუნდი. აი დაგვიბრუნდი უკეთესია თქო. დროის დათმობაზე არ არის საუბარი. დაგვითმე დრო. მაინც. იმდენად გადატვირთული ხარ ახლა ალბათ. ძალიან მომენატრე ეს უნდა აღნიშნო აუცილებლად. კი მეც. მინდოდა რომ ჯერ ესე შევხედროდით თანაწამყვანების როლში, მაგრამ სამწუხაროდ უსაბედნიეროდ. ხო, ნუ დამსახურება დიდი. საბედნიეროდ შენი სტუმარი ვარ. კი, პირველი ვერა, მაგრამ მაინც დადგა ეს დღეც. ნუ ტრადიციულად ალბათ გეცოდინება ჩვენი გადაცემის ტრადიციული პირველი კითხვა. ვინ არის ათში ჯაიანი ერთი სიტყვით? ან მოკლედ. ერთი სიტყვით ათში ჯაიანი არის ბათუმელი. ერთი სიტყვით არის ბათუმელი. მერე იქ სხვადასხვანაირად შეიძლება რომ ჩავშალოთ, მომღერალია, მოსწავლეა, სტუდენტია თუ ვინ არის. და საქართველოს ხმა. კარგი, მოკლედ სანამ გადავიდოდეთ მთავარ მიზეზზე, რატომაც ხარ შენი გადაცემის სტუმარი. ხო. მანამდე მაინტერესებს როდის მოხდა შენ ცხოვრებაში ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც სიმღერა გახდა შენი განუყოფელი ნაწილი? ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ, შორიდან მოვული. თავდაპირველად სიმღერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკში. დაახლოებით 2-3 წლის ვიყავი, როცა ბებიაჩემი მომღერებდა და ბებიაჩემმა შემოყვარა სიმღერა. შემდგომ უკვე დედასთან და მამასთან ერთად ღეროდი ოჯახში და ეს იყო ჩვენი ტრადიცია და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდება, გარდატეხის ასაკის პერიოდში საერთოდ გავჩერდი, მუსიკასთან შეხება აღარ მქონია და დაახლოებით 2 წლის წინ გავყევი მამაჩემს და მამაჩემის მეგობრებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ნეაპოლში. და როდესაც დაიწყეს სიმღერა, იმდენად დიდი ყურადღება წამოვიდა როგორც ქართველებისგან, ასევე იტალიელებისგან, ძალიან მეუხერხულებოდა იმ გარემოცვაში ყოფნა, ამხელა ყურადღების ქვეშ დგომა და აი როცა მე ვერ მღეროდი, ძალიან შემწყვა. ამიტომ როდესაც დავბრუნდი ბათუმში, გადავწყვიტე რომ მეც დამეწყო სიმღერა, თან რა თქმა უნდა მოვიხიბლე, მომეწონა ეს სიტუაციაც, ქართული ჰანგებიც და ბათუმში დაბრუნების შემდეგ ეგრევე დავიწყე ამ ქართული სიმღერების გაცნობა და სწავლა. აჰა, ესე იგი მაინც ბავშვობიდანვე ესე დიდად არ მოდის ეს რაღაცა. ბავშვობა, პაუზა და აი მე უკვე კი. ოჯახი ახსენე და აუცილებლად უნდა კითხო ოჯახის როლზე. ალბათ მაინც რაღაცა გენეტიკურია ეს ესეთი შენი ესეთი ხმა და აი გითხარი რამდენად დიდი გავლენა გქონდა ოჯახს. როგორც უკვე ვახსენე, აი ბავშვობიდან ოჯახში ვმღეროდი, ბავშვობაში ვმღეროდი ოჯახში. მამა არის პროფესიონალი ოპერის მომღერალი და მართავს
მოგითხოვ ამას. და მართავს ამ საოპერო გამოსვლებს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. გარდა ამისა ასევე არის ანსამბლი ბათუმის წევრი, თუმცა ამას არ ქონია ის გავლენა, რომ მე მაინც და მაინც უნდა მემღერა და უნდა გავყოლოდი მამის კვალს. ნუ მამის მხრიდან ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევა არ ყოფილა. ჩემი სურვილი იყო, ჩემი სურვილით მომინდა რომ დამეწყო სიმღერა და შემდგომ უკვე დავიწყე მამასთან კონსულტაციების გავლა, ვიღებდი რჩევებს და დღემდე ესე ვაგრძელებ. მადლობა. შენ უკვე ხარ საქართველოს ხმა. რამდენად გრძნობა ამას, რომ ხარ საქართველოს ხმა, ანუ მიგაჩნია შენი თავი ეს ამ წოდებასთან კავშირში არის? საკმაოდ უცნაური შეგრძნებაა, რადგან სიმღერა სულ ახლახანს დავიწყე რეალურად და ესეთი სახელი რატომღაც გონია რომ ცოტა ზედმეტია. მაგრამ დამსახურებულად ეს გადაწყვიტა ხალხმა. ხალხმა ჩათვალა რომ უნდა მომეგო ეს პროექტი და მოვიგეთ ერთობლივად. თუმცა აი რამდენად თვლი ვარ თუ არა საქართველოს ხმა, ეგ ცოტა საკამათო საკითხია. პირველ რიგში გვაინტერესებს ყველას როგორ მოხვდი ამ პროექტში და რომ მოხვდი, რა მოლოდინები ჰქონდა? ჩემი ამ პროექტში მოხვედრის ისტორია არის ძალიან უცნაური და სახალისოც. მუსიკალურმა პროდიუსერმა, ამ პროექტის მუსიკალურმა პროდიუსერმა მომწერა, სანამ დაიწყებოდა ეს პროექტი და ჩაისახა საერთოდ იდეა, ხომ არ მქონდა სურვილი რომ მიიღო მონაწილეობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს, რამდენიმე თვის წინ ქონდა აი რაღაცა პატარა თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ ისევ მუსიკალური პროექტის, ოღონდ სხვა პროექტის მიზეზით. ამიტომ ესეთ შემოთავაზება მივიღე ამ პროექტიდანაც, თუმცა იმის გამო რომ ვარ აბიტურიენტი და ვიყავი აბიტურიენტი, იწევდა უარის თქმა, რადგან ემთხვეოდა ძალიან ცუდად. ბოლოს არც ემთხვეოდა ბანკეტს, გამოცდებს. ამიტომ მომიწია უარის თქმა. თუმცა ჩემმა მეგობარმა, ასევე ბათუმელმა ვაჟა ბესაძემ მიიღო მონაწილეობა, გავიდა ამ პროექტის კასტინგზე, სადაც გავყევი. და როდესაც შევედი კასტინგზე, იმდენად კარგი გარემო დამხვდა. თან მე ბავშვობიდან მინდოდა ესეთ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის მიღება. იმდენად კარგი გარემო დამხვდა, რომ აი ძალიან ცოტა მაკლდა, რომ მეც მიმიღო მონაწილეობა. თუმცა მაინც უარის თქმა მომიწია, რადგან ეს ხელშეუშლიდა ჩემს სტუდენტურ გზას და ცხოვრებას. და ალბათ საუკეთესო მომენტებს ეს ბანკეტი, ბოლოს არის რაღაცა ცხოვრებაში ერთხელ არის და ჩამოვედი ბათუმში და უნდა აღვნიშნო აუცილებლად საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა და ესე ვთქვათ ხელი მიბიძგა ჩემმა ქართულის პედაგოგმა ნანის ეცხლაძე მოკითხა დიდი სიყვარულით ქალბატონ ნანის და საერთოდ სხვა კუთხით შევხედე ქალბატონი ნანის დახმარებით ამ სიტუაციას და როგორც მოგეხსენება ჩემმა კლასმა ბოლოს არის დღე გადადო ჩემ გამო ძალიან მარტივად მომაგვარებინა ის პრობლემები რადგან ვფიქრობდი რომ შემიშლიდა ხელს ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანის კიდევ ერთხელ ამისთვის ხოლო როდესაც ბევრი გიყო ყმანი ამ პროექტზე ოჯახიც უარს მეუნებოდა კარგად დაფიქრდი, კარგად დაწონდაწონეო, თუმცა როდესაც ესე ყველაფერი კარგად დავალაგეთ, გავედი და სხვადასხვა იყო კასტინგის ბოლო დღე. დავრეკე თბილისში, ვკითხე თუ მქონდა ისევ შანსი რომ მიმეღო მონაწილეობა და აი მითხრეს რომ ხვალ არის ბოლო დღეო, ეგრევე წავედი თბილისში, გავედი კასტინგზე და როდესაც მივედი რეალურად ჩემი მოლოდინები ათეულში მოხვედრასაც ვერ წვდებოდა. ვფიქრობდი რომ უბრალოდ აი კარგი გამოცდილება იქნებოდა. აი როგორც სოლო მომღერალი გამოცდიდი საკუთარ თავს კომპეტენტური ჟიურის წინაშე ხალხის გამიცნობდა. იმეც მახსოვს მე რო გეუბნებოდი აი რომ გადახვალ შემდეგ ტურში და არა წინასწარ არ ვილაპარაკოთ. აი თუ გადავალ. ეგში შევი ყოველთვის გქონდა და რეალურად არ მქონია მოლოდინი მოგების მით უმეტეს ხო თუმცა ყველაფერი ისე წავიდა რომ ბათუმელების აჭარლების თანადგომით და არ ვიცი როგორც ჩვევია ბათუმს ფეხზე დადგა რასაც ქვია დავდექით და მართლა დამსახურებულად მოიპოვე გამარჯვება. რომელი სიმღერის შესრულება იყო შენთვის ან რთული ან ემოციური?
ერთი ესეთი კონკრეტული სიმღერა არ ყოფილა პროექტის განმავლობაში და მოდი მივყვები მაშინ. აი მეორე ლაივზე, როდესაც შევასრულე ინოლა გურგულიას მოვალ, ზოგადად ამ სიმღერას ძირითადად დასრულებენ ქალები. არის დაწერილი ქალისთვის და კაცი, რომელიც ამ სიმღერას წერს, ძალიან იშვიათია. ამას დაემატა ისიც, რომ მქონდა რაღაც პრობლემები ჯანმრთელობის, სიცხე, ტემპერატურა მაღალი, გაციება, ყელის ანთება. ეს იყო ეს სირთულე და აი ამიტომ გამიჭირდა ამ ტურის გადალახვა. შემდეგ იყო ქალბატონი რუსა მორჩილაძის ტური და ეს იყო აი რაღაცა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც თავად კომპოზიტორი გაფასებს, კომპოზიტორია ჟიურის წევრი, რთულია ალბათ გაბედვაც და იმის რაღაც იმ შეგრძნების გადალახვა, რომ შეასრულო მის წინაშე თავის დაწერილი სიმღერა. იმიტომ რომ როგორც მას აქვს დაწერილი, დაახლოებით ისე უნდა იმღერო, რომ მოვაწონო მას თავი. შემდეგ იყო უკვე პატრიოტული სიმღერების ტური და მე მგონი ეს იყო ყველაზე რთული ჩემთვის, რადგან ზოგადად ისეთი სიმღერები შევასრულეთ ყველა, რაც ქართველ მსმენელს განსაკუთრებით უყვარს, ყველამ ძალიან კარგად იცის და საკმაოდ კრიტიკულადაც საფასებენ ამ სიმღერებს. კონკრეტულად მე ვიმღერე ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო, რომელსაც ასრულებდა გოგი დოლიძე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემი საყვარელი მომღერლის სიმღერის შესრულება. და რაც შეეხება ფინალს, აი ფინალს თავისი ემოცია და ნერვიულობა ჰქონდა რა თქმა უნდა, აი საფინალო სიმღერის შესრულება საერთოდ სხვანაირი ამბავი იყო. მერჯებულად გამოგაცხადეს იმდროინდელ ემოციებზე რომ მოგვიყვე, აი რას ფიქრობდი, ნუ კი დავინახეთ რამდენად ბედნიერი იყავი და ეს, მაგრამ მაინც უფრო ესე ღრმად რო შევიდეთ, რა ემოციები იყო ეს? ძალიან დიდი ემოციები იყო, რადგან განსაკუთრებით, მთელი პროექტის განმავლობაში მიმდინარეობის დროს ყოველთვის გრძნობდი ამ მხარდაჭერას ჩემი ქალაქისგან, ჩემი გულშემატკივრებისგან, მსმენელებისგან, კომენტარებსაც ვკითხულობდი საერთოდ უცხო ადამიანების კომენტარები ისე ახლოს ვეჯექი ხოლმე დავიყო. გულთან ისე თბილ სიტყვებს წერდნენ. ამისთვის ღირდა მხოლოდ ამ პროექტში გასვლა. და რაც შეეხება კონკრეტულად ბათუმს, იმხელა მუხტით ვივსებოდი და იმხელა მოტივაციით და განსაკუთრებით საფინალო კვირა იყო რაღაც, არ ვიცი, წამოვიდა დიდი ტალღა რა მოტივაციის, ყველა გვერდში მედგა, ვზნობდი სოციალურ ქსელებში, ზარებით, SMS-ებით ამ ყველაფერს და აი ყველაზე მეტად გამიხარდა ის, რომ მოვიგეთ ერთად. ამიტომ აი ის ბედნიერება, რაც შენ დაინახე და აღნიშნე, იმას ნიშნავდა, რომ აი მე მიხაროდა, რომ რეალურად არ გაუცრუე იმედები ჩემს თანაქალაქელებს, ასევე მამაჩემს, რომელიც სიურპრიზად ჩამოვიდა ფინალისთვის, ჩამოფრინდა გერმანიიდან, მოვიდა და ისევ დილით გაფრინდა ისევ გერმანიაში. ამიტომ აი ამან ძალიან გამახარა, რომ ამ ხელა გზა გამოიარა, ჩუმად ჩამოვიდა, შემოიპარა ფინალზე და მიხარია, რომ ესე გულდაწყვეტილი არ მოუწია წასვლა. ერთად ვიზეიმეთ, აღნიშნეთ და გამოვშვიდობეთ ერთმანეთს. აი, ამიტომ ესეთი ემოციები იყო, აი, განსაკუთრებული დატვირთვა ქონდა. ფელი რაც დავინახეთ მაყურებელმა შორიდან სამწუხაროდ. მე მგონი ეს პროექტი ამოვწურეთ. ცლად ვილაპარაკეთ ემოციებზე გვითხარი, რაც თავარია როგორ მოხდი, როგორი იყო იქაურობა და ახლა გადავიდეთ ქართულ სიმღერაზე. ქართულ სიმღერაზე რო გითხრა, რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში? შენს ყოველდღიურობაში აწუყვე. 2 წლის წინ, როდესაც დავიწყე აქტიურად სიმღერა, იმ დღიდან მოყოლებული ქართული სიმღერა ჩემთვის არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ხოლო ამ პროექტმა კიდევ უფრო გაამძაფრა რეალურად სისტემატიური მე რეპეტიცია არ მქონია. და როდესაც მივედი პროექტში, იმდენად პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა, 2 თვის განმავლობაში ყოველდღე რეჟიმში ყოფნა, ყოველდღიური რეპეტიციები. ამიტომ მუსიკა არის ჩემთვის განუყოფელი ნაწილი, ყოველდღიურობა და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ასე იქნება და ყოველთვის თან გამყვება, სადაც არ უნდა ვიყო. კარგი იყო მომეწონა. ეხლა კი ვთქვი, რომ პროექტი აღარ თქო, მაგრამ ეს გამომრჩა ეს დეტალი შეგარქვეს ბათუმელი ბარი ვაითი.
აი ეს წოდება შენთვის როგორია? კომპლიმენტად აღიქვამ თუ მაინც გეუხერხულება და უხერხულობის მომენტი გააქვს? ნუ თავდაპირველად ეს მეტსახელი გაჟღერდა პირველივე კასტინგზე. ნუ პირველი კასტინგი, მეორე გადაცემა ცოტა ხანი აი რაღაცა კომპლიმენტად ვთვლიდი. თუმცა შემდგომ იმდენად შემჭა ეს სახელი, რომ რეალურად სახელით აღარ მომართავდა აღარ. ბარი, როგორ ახარ ბარი? ჯიურის წევრებმა შემარქვეს მეტსახელი ბარი ჯაიანი. ბარი გვიმღერე. თუმცა ეს არის ჩემთვის თავიდან მომდე გენეტიკური ამბავი. და ერთ-ერთ ინტერვიუში ვახსენე კიდეც, რომ რეალურად ეს ბარივაითან შედარება არაფერია. ეს ჩემი ხმა და ხმის ტემბრი არის ჩვეულებრივი გენეტიკის ამბავი, რომელიც მოდის ოჯახიდან, მოდის მამაჩემისგან. ამიტომ არა ბარი. არა ბარი. არის არა, აჩი. წელს დამთავრე სკოლა და ჩააბარე გერმანიაში. აი რა მიმართულებით ჩააბარე, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარე და ფიქრობ თუ არა რომ რაღაცა წყვეტა გექნება სიმღერასთან იქ წასვლის შემდეგ. გერმანიაში ჩაბარება ჩემი მიზანი იყო პირველი კლასიდან, ეს იყო ჩემი ოჯახის მიზანიც და ნუ ერთობლივი გადაწყვეტილება. და სწორედ ამიტომ დავამთავრე ის სკოლა, რომელიც დავამთავრე მე. ჩავაბარე გერმანიაში, ქალაქ მარბურგში, კოლეჯში, ფილიპსის კოლეჯში. ნუ კოლეჯს რაც შეეხება, ერთი წელი არის ჩვენი მე-13 კლასის ამბავი და შემდგომ უკვე 3 წლიანი ბაკალავრი. და რაც შეეხება მუსიკასთან წყვეტას, ფიქრობ რომ მაინც არ გავჩერდები, სადაც არ უნდა ვიყო, იქაც რაღაცას ვნახავ, ვოუძებნი, თუ ქართულ რეპერტუარში არა, უცხოურში ვწდი ახლა თავს. და ვნახოთ, არ ვიცი, საინტერესო გამოცდილება იქნება ალბათ ესეც როგორც პროფესიულად, ასევე მუსიკალურადაც. ანუ მაინც არ გაჩერდები რაც არ უნდა. ვერ გავჩერდები, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა მაქვს. სცენაზე შენთვის რა არის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო? კარგი კითხვა. კარგი კითხვა. სცენაზე რომ არ დაგიმალოთ, დიდად სცენაზე სიმღერის გამოცდილება მე არ მქონია, სანამ პროექტში გავიდი. ხოლო პროექტში როცა გავედი, კვირიდან კვირამდე ახალი სიმღერის დამუშავება, იმ სიმღერის სწავლა და შემდგომ იმ სიმღერის სიმღერა არის ყველაზე რთული. და ყველაზე სასიამოვნო არის, როდესაც კარგად შეასრულებ ამ სიმღერას და ალბათ ის ემოციები ხალხის. ხო, აპლოდისმენტებს ხალხის თბილ სიტყვებს. აი ეს არის რთული და მარტივი. სწორედ მაგიტომ იყვარს სცენა. რა ის? შენც გაქვს შენი გამოცდილება. ნუ სიმღერის კი, სიმღერის მხრივ მაქვს უდიდესი გამოცდილება, ეს მაინც ჩემი ისა. სცენის მტვერზე ხო ხსმენია ეს? კი, აი ეგ არის. მოვიწამლეთ ეგრე. კი, ნამდვილად, სულ მაგას ვიძახი, მომწამოვა სცენამ, თეატრმა. ეგ კიდე ჩემთვის სხვა ბედნიერება არის. ეხლა ბოლო კითხვა. აბა თუ გამოიცნობ. რა არის ბოლო კითხვა? იმდენი ხანი არ ყოფილხარ, ალბათ დაგავიწყე, მაგრამ მაინც თუ გაიხსენე. არა, ბლიცის ბოლო კითხვა მახსოვს. ბლიცის კი. სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი. ნუ სამომავლო გეგმებს ასე თუ ისე შევეხეთ უკვე. მაგრამ ისევ გავიმეორებ და ვიტყვი რომ მივდივარ სექტემბერში გერმანიაში. სასწავლებლად 4 წლით. საერთოდ სხვა მიმართულებით იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა იქ კითხე და არ მიპასუხე, ხო? კითხე? ხო. აპატია. აი, ამისთვის შემოვიდა. თუმცა აი სიმღერას მაინც ძალიან დიდი როლი ექნება ჩემს ცხოვრებაში, გერმანიაშიც, საქართველოშიც, ბათუმშიც, თბილისშიც და ყველგან. თუმცა იმდენად ჩქარა იცვლება ბოლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მოვლენები, რომ ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ რა იქნება ჩემი სამომავლო მდგომარეობა. მიზანი ესე რაღაცა სხვა გამორჩეული მიზნები არ მაქვს. მიზნები უკავშირდება სწავლას და მუსიკას, რასაც ჯერ კიდევ ვფიქრობ, როგორ შეიძლება რომ რაღაც სიახლე შევთავაზო ხალხს. მაშინ წარმატებებს გისურვებაში მეტი გამარჯვება აუცილებლად ყოველთვის შენ გვერდში მიყულე. ასევე. შენ მოგენატრებოდა ბათუმი, ასე მგონია. ძალიან. ასე რომ წამოგავიაროთ ახლა და თან ბლიც კითხვებიც მოვითავოთ და მე ხوار გამოვკითხოთ ხალხი
აი შენ კითხავს. გამოკითხე და მე იქვე ვიქნები ახლოს. პირველი კითხვა, საყვარელი ფილმი. საყვარელი ფილმი. ისე ბლის კითხვებს ხოლმე უსვამდი რა. შენთან ერთად. ხო შეიძლება რომ გეფიქრა პასუხებზე. არ მიფიქრია საერთოდ. ესე საყვარელი გამორჩეული ფილმი არ მაქვს. იმიტომ რომ ზოგადად ფილმების ყურება არ მიყვარს. საყვარელი სერიალი მაქვს. აბა მაშინ გისმენთ. სამეფო კარის თამაშები. კარგი. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? ზებუნებრივი უნარებიდან ვისურვებდი ფრენას, ფრენის უნარს. კარგი. და მიწიერი უნარებიდან, რაც შეეხება მიწიერ უნარებს. სიამოვნებით ვიქნებოდი კარგი მხატვარი და კარგი მოცეკვავე. კარგი, სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად აღგწერს. არაპუნქტუალური. აი, შენ თვითონ გაიცი პასუხი. კი. ცოტა არაპუნქტუალური. ცოტა ანუ არა. შუალედი ვერ ვიპოვე რა. ხან ძალიან ადრე მივდივარ, სადმე თუ არ დაბარებული, ხან ცოტას ვაგვიანებ. ცოტას. ხო. აი, ახლა დადებითი. მოდი, არ გვინდა უარყოფით. დადებითი თვისება? ჩემი დადებითი თვისება ალბათ მეგობრულობა რა. კარგი მეგობარი ვარ ჩემი აზრით. კარგი. შენი აზრით? ჩემი აზრითაც ძალიან კარგი მეგობარი ხარ. ოდესმე შეცდომი თუ გაგიგზავნია ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. დიახ, რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობ, რომელიც ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? ამის საკმაოდ საინტერესო ვერსიები მაქვს მოსმენელი ამ კითხვის ჩვენი სტუმრებისგან. ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი ჩემთვის ცხენი. და მწერი იქნებოდა კოღო. კოღო, ვიცოდი რომ მაგას. კოღო და მწერი. ან კატა. კოღო და მწერი. თუ კოღო და ცხენი. კოღო და ცხენი. შენი აზრით კი არა და რომელ წერს შეჭამდი სამყაროში საკვები რომ აღარ იყოს? არც ერთ წერს არ შევჭამდი. მოკვდებოდი შემშელით, მეც სუსტად ეკრემ. ან ცოტა მოვიმატე. ემტყვა. თონა ცოტა გამექცა, ამიტომ დასაგდები გეკრემოდა ესე. კარგი. აი ეხლა ბოლო ორი კითხვა. ალბათ ეს კარგად გახსოვს ბოლო ორი კითხვა. ადამიანი, რომელიც აღარ არის ცოცხალი, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას? წინა საუკუნიდან არა, თუმცა აი ბებია ჩემთან ვისურვებდი შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და თავიდან როგორც გითხარი, სწორედ ბებია შემოდამოწყებინა სიმღერა და შემოყვარა სიმღერა. ამიტომ თვლი რომ დღეს ამაყი იქნებოდა, რომ მოვესმინე და ენახა ეს სიტუაცია, რაც ხდება ჩემს თავს. მადლობა. და აქ კიდევ ერთი კითხვა ჩავამატე. გჯერა თუ არა წინა ცხოვრების? არა. არა. არც. და რაღაცა სიახლე ვიგრძენი ბლის კითხვებში. კი. არის. და ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ მქონდეს პირველი რას ეტყოდი, ან ეს კითხავდი? ძალიან დიდ მადლობას ვეტყოდი იმისთვის, რაც გამაჩნია, იმისთვის, სადაც ვარ, როგორც ვარ. საკმაოდ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით. ის რითიც ძალიან მადლიერი ვარ და აი პირველ რიგში ვეტყოდი მადლობას ყველაფრისთვის. ახლა მე გეტყვი შენ ძალიან დიდ მადლობას და მე მგონი ჩვენი გადაცემა ეს დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ჯერ ქუჩის გამოკითხვა ჩვენი მაყურებლის საყვარელი ფორმატი, ქუჩის გამოკითხვა უნდა დავიწყოთ. და ვკითხოთ აჩიზე კითხვები, უკვე ორი შემთხვევა იყო აჩი რო იცნეს და ვფიქრობ რომ არ გაგვიჭირდება. ნახოთ, იმედია არ მოგიწევს წვალება. წავედით. მე მგონი საითაბა. უკან უფრო ბევრი ხალხია. თუ იცით ვინ არის ბათუმელი ბარი ვაითი? თუ იცით ვინ არის ბათუმელი ბარი ვაითი? ხო არ გეცნობათ? არა, მათ. ხო არ იცით შემთხვევით ვინ არის ბათუმელი ბარი ვაითი? განახებთ ვიდეოს და თუ იცნობთ ვინ არის ეს? კი, როგორ არა? იცით? კი ბატონო, აი მომღერალი, აი იგი ჯაიანი. კი, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. აი ამის შემთხვევა სხვათა შორის. ხო. კი ბატონო. მადლობა დიდი. წარმატებები. თუ იცით ვინ არის ბათუმელი ბარი ვაითი? იცით? არა. არ უყურებთ საქართველოს ხმას? კარგი. თუ იცით ვინ არის ბათუმელი ბარი ვაითი? იცით?
გაჩვენებთ რაღაცა ვიდეოს და თუ გამოიწ გამორჩენილი ვარ მეგინა ცვალე სამყაროს. აი, თუ იცით ეს ვინ არის? მართლაც არ ვიცი. თუ იცით ვინ არის ბათუმელი ვარივაითი? ამარ ვიცი. ჩემი ამ ხანაგიშვილია მაი. მართლა? ჯერის რეიზა ვარივაითი. ესე შეარქვეს. სხვაში არ ვარ. მამამის სახელი და არ ვარ. მადლობა ძალიან დიდი წარმატებები. ხარ გეცნობათ ეს ახალგაზრდა ვინ არის? ეხლა რომ გაიმარჯვა ის არის? დიახ. ეხლა გაიმარჯვა, მაგრამ საფეს ვერ აჩი. აჩი. და ამ მუსიკის ავტორი ვინ არის, ეგეც ხო არ არ გახსოვს? ვიცი ბებე, არ ვიცი. არ ვიცი. მადლობა. კი, როგორ არ ვიცი. კი. ახლა იმას კონკურსზე რომ გაიმარჯვა. კი. კი, როგორ არა. კი.